ჩვენ გიბრუნდი არა პრინციპში ვერ დავბრუნდებით. მოგესალმებით რიგიდან. ჩვენ ვართ რიგის მაკდონალდში. ეს არის ჩეთერული ვიდეო. როგორ უნდა დააგრო ნახვები და მჯერა რომ ყველა ჩემი რეკორდს მოხსნის. აქ გვაქვს უცნაური მაკდონალდსი. მაკრიბი. ბეკონის, რომელიც ქავთარა მილჩია, რომელიც კადრს უკანა. ოდეს მე რამე ვიდეო თუ დაიდება აქაური ვლოგის აუცილებლად ნახავთ კადრში და გეტყვით. ნახოთ ჩვენი სერიოზ. და ფრი, რომელიც გავს ის არის ყო სმარტის კი არა და ვენდისის ფრის გავს გემოზე. გამრიელია. ზანძერსკია. რა თქმა უნდა არ მო Sorry, can you give me this? Thanks. და აი გამოჩდა. დაგვიმატეს უკვე რაღაცეები. ხახო, გამდინარე იქიდან რომ აქ მარტო ჭამა არ იქნება. მაგრამ თქვენი აზრი აქაურობაზე როგორ მოგეწონათ? სტანდარტული ევროპული ქალაქია. კოჩა რომელიც კადრში არ ჩანს, მაგრამ გეტყვის თავის აზრს. ჩვენ როგორ თამაში მოგოგო ჩვენ ძალიან ხალისიანად ვიქნებოდით, მაგრამ როგორც ესეთი ქალაქი ლამაზია და ასევე მოგვეწონა ფინალი გულშემატკივრები. ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნეს და ასევე ძალიან კარგი კეთილი ხალხი ჩანს. ამიტომაც არის ყველაზე ბედნიერი ერი. მიკროფონს გადავაწოდებ. ყველაზე მაღალ ჩვენ შორის. მართალია არ ვჩან ვარ ახლა, მაგრამ მაღალი და მელოტი მე ვარ ყველაზე ამ მაგიდაზე, დიახ. რიგას რაც შეეხება, საკმაოდ ლამაზი ქალაქია, ლამაზი ადამიანებით და მაკდონალდსიც გემრიელი აქვთ. სხვა ევროპულ ქალაქებისგან განსხვავებული რაღაცეები აქვთ, მაგ კრისპი და მომეწონა ყველას გიჩვენოთ რომ ჩამოხვალ გასინჯეთ. მიკროფონს გადავცემ ყველაზე ტურისტულ ადამიანს. გამარჯობა. მოგესალმებით, ჩვენ ახლა უყურებთ როგორ ჭამს ჯუკო და ვალეში ყოფთ რომ ამ ვიდეომ დააგროვოს 5 ნახვა რეკორდი, რომელიც იქნება 12-13 ნახვა. და მე მჯერა ჯუკოსი რომ 13 ნახვას ამ ვიდეოთი აუცილებლად აიღებს და ის რეკორდები რაც აქამდე ქონია დაემხობა. მადლობთ. მიკროფონს ვისგანეს. ახლავე ეწამენ მიკროფონს გადავაწოდებთ ბაბალონ სოფიას. მოგესალმებით მეგობრებო. მართალი არც მე ვჩან ვარ, მაგრამ ჯუკოს დაჟინებული თხოვნით მივიღე გადაწყვეტილება რომ ჩავწერებოდი ამ ვიდეოში. რა შეეხება ქალაქს, სიამოვნებით დავბრუნდებოდი კიდევ მინიმუმ ამ მაგის გამო და რავი აი ბავშვები მეუბნებიან რომ წავიდე და სლოტები დავატრიალოთ. არ ვიცი ნახოთ რა გადაწყვეტილებას მივიღებ საბოლოო ჯამში. წარმატებები ჯუკოს და იმედია ყველაზე ბევრ ნახვას დააგროვებს. იგი. როგორც ხედავთ, დამიბრუნდა უკვე ჩემი მიკროფონი. ჩვენი ქართველთა დიასპორა აქ წარმატებით იყო მოსული. იქით ხარის იყვნენ, იქითაც არიან. კარჩე, მაკდონალდსზე დავიწყარით. თემურ ჭყონიას აქედან ფული არ შეუვა. მოკლედ, ფული ძალიან კარგია. 10-დან 10. როგორც ნახეთ და მოვისმენთ. ყველას მოწონს აქაურობა. ეხლა ვჭამოთ ქავთარას ნაქები მაკ კრიფსი, რომელიც რა თქმა უნდა გუშინ ვჭამე და ვაი არ ვიცი რა ვჭამ. ვითომ. მაგრამ ემოციები რა თქმა უნდა კარგი იქნება. როგორც მე მეუბნებიან ხოლმე. მაგრა ჭამო გემრიელად და ვნახოთ. ეს რა არის? აი გაგვეწია რაღაც უცხო რაღაც ქათმის რაღაც მეტი არ არის საჭირო იყოს ჯერ ხმისის ეს ვიდეო ხო ჭირს ხოლმე ეს დანგის ვიდეო შემხლა დღეს რო ჭამდა მთელი ემოციებით ზანგი ვიღაც ზანგი ის რა დაკუნთული და ტონა საჭმელს რო ჭამს აკაც დღეს შემხლა მაგას ვიდეო
კარგითა. გამრიელია. ძალიან გამრიელი იყო. აქვე აღნიშნავს ხო? Coca-Cola რა თქმა უნდა ყოველთვის შენიშნავს ქართული. ვინ ასწერს? რადიოჰედის კონცერტზე უარი მომივიდა. რაზე? სახსენე, დავწეროთ რომ მაგში აღნიშნავთ. ხო, დღეს არის ქორმაგების 15 წლის იუბილე და აღნიშნავთ McDonald's-შიც და სადღაც ლადათული და ლიდაში აინიშნა ლადაში სადღაც გუჩვინ. ბიჭო მეზარება მაგდენის შალიჩი რა და სიტყვაზე მენდეთ რომ აღნიშნეთ რა. ესეთი გამოვიდა. აქაურ ხალხზე რა თქვა, კეთილგანწყობილად არიან ჩვენს მიმართ. ალბათ საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდება. ესეთი ქვეყანა ვიქნებით ჩვენც. რაღაცით მართლა გვანა, მენტალურად უფრო. მაინც ორივეს ეთყობა საბჭოთა კავშირის გავლენა. საბოლოოდ დავასრულეთ ჩვენ ბეკონიანი ფრის ჭამა. როგორც თიაგო სალია იტყოდა, ყელი ჩავიკოკლოზინოთ კოკაკოლით. არა, ის ავანტყოფიერი. და დრო მივიდა ბურგერზე. ალბათ არ ჩანს. ჩანს ქავთა? აია. შენიერი ბურგერი. ხო. ინდიაში ეს არის ბარბეკიუს მოყვარულთათვის. აქ დავამიდის თბილისში უფრო ბევრი ფრიყრია თუ სხვა ქვეყნებში და ჩემი აზრით თბილისში. იმიტომ რომ თბილისში უეჭველი ნახავ McDonald's-ში ვინმე ნაცნობს, რომელიც უფრო მეტ ფრის ჩაგიღდეს. ცუდია, მე მყავს. მაგრამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არც ახალ სიტყვი, არც გვარ სიტყვი, არც ფილი არ ვიტყვი. ნუ მესწრებოდეს. ძალიან მაგარია. გულშინას ხო ჭამე. მაგრამ დღესაც კარგია. მედი ახლა კარგად ისმის. დაიწერა. ეს ვიდეო დაიდება წესით ყველაზე მალე. შეიძლება და თვითფინალში 100-მდე დავამონტაჟო. ვაპირებდი გადამეღო ვიდეო როგორ ვიცხოვროთ რიგაში 10 ევროთ, მაგრამ ეს ვიდეო არ გამოვიდა, რადგან ხელფასი ჩამერიცხა. მაგრამ კიდევ ერთი მაგრამ როდესაც იქიდან აეროპორტიდან მოდიოდით, გაგზარსვა ბოლტმა თქვა 25 евро. და ვიყავით მაგ ვიდეოს გადაღების ვარზე. რა დროსაც ღმერთმა არ გაგვწირა და ტაქსი გამოჩნდა. არ მართალია XL-ი არ მოვიდა. მაგრამ რაღაცა იქნება. მოხდი წამი დავხედოთ. აქედან წესით გეგმა გვაქვს რომ წავიდეთ სალოტებში. გავიაროთ რეგისტრაცია, გვაჩუგებენ 10 ევროს და დავატრიალებთ უფასოდ. და ამ 10 ევროს რა თქმა უნდა როგორც კი საშუალება გვექნება რომ გავაქეშოთ, ეგრევე გავაქეშებთ. წამით არ დავფიქრდეთ, როგორც კი გვეტყვია რომ სო მზად არისო, იმ წამსვე.
ბიჭო, თქვენ ახლა შემოგიშვებენ იქ კიდე მოგცემენ ფულს? მე ფული. ცნობილები არიან. ჩვენ შემოგიშვებენ კი არა გაუხარდებათ თქვენ გუღანის. ჩვენ ჩემს კიდევ რო დაგვირიცხანა. მას მოვიდა მიყვა ტელეკომატი. აკილი 1000-ია. ერთი გოლი გოლს გაანაცხადა. ფესეროს სამეთე ძილარია. მაგასთან 50 ნაკოფია. სერიოზული ჯარო გიმენდეს. მე მართლა მაინტერესებს, აი რეგულარულად გუშინდა დაგვედა ფინეთის მოგებაზე. ფინეთის მოგება ცოტა ქონდა კუში. ვაჭა, საქართველოს დაგვედა ვერ მოვიგებდით და უკვე ნანახ თამაში ჯობია ესე განვიხილო. გერმანიის ჰანდიკაპი გადავიდა. აუ რო აგებდა. პირველი მეოთხედი თუ მე პირველი ტაიმი წააგო 1 3.70 იყო ბოლო მეოთხედი. ამას უნდა წავედო. აი ჩვენ ახლა 1000 ევრო დაგვედა ფინეთის მოგებაზე 400 ევროს მოვიგებდი. ჩვენ 8000 ევრო საფრანგეთთან მოგებაზე დაგვედო. მე რეგენახარ შენ ფულებს ვერც დავითვლედი. ვერ დავდივდი ჩემი ყანა. არა, მაშინ 10 კაცი 20 კაცი ვიყავით, 20 კაცზე 10 200 ევროს თუ დავდევდით და. პრომეთი გამოდის. ხო. პრომეთს მოვიგებდი. რა თქმა უნდა, დავდევდით ორივე ნაკრების მოგებაზე, ფეხბურთისას და კალათბურთისას რა დროსაც ორივე მოვიგეთ და მუქთა ფული წამოვიდა. როგორც მე დავდე. აი გოლი ვეძე რა. აზა ბევრი არომანი არ აქვს, ეს მე რეგის დავატრია. მე მაინტერესებს ყოველთვის ამბობენ ხოლმე რომ ჭამის ვიდეო მართლა ვარდება რა. ეს არის ისეთი ვიდეო, სადაც ამიდა ყომარბაზი. ხო. ეს არის ისეთი ვიდეო, სადაც არ ჩანს წესიურად რა ჭამ. მაგრამ ჭამ ჩვეულებრივ იმას რა ქვია McDonald's. ამ ეხლა მყავს 458. ეს კიდევ ერთი ქათმის რაღაც. ხო. ვიდეო არ იწერება. ხო. მოიწერება მართლა. ქვევით ტაიმერი ხომ მიდის? ოკეი, კაცო. 18 წუთიანი ვიდეო, 20 წუთი ჭამ ჩემი ყა. ტექნიკური ხარვეზე გოლი აქვს. აიყო, ჩვენ ვერთობით სულ. ხო და. მე ძალიან მაინტერესებს ეს ვიდეო დააგროვებ თუ არა ბევრ ნახავს. ეს ვიდეო თუ დააგროვებს ბევრ ნახავს, ესე იგი სამყარო ტრაკისკენ მიდის. და უყურებს უბრალოდ იმას, როგორ ჭამს ერთი ადამიანი. და 4 გარეხმა. და თუ ეს ვიდეო არ დააგროვებს ბევრ ნახავს, ესე იგი სამყაროში ყველაფერი გზია. კაი, ჩამოდით, ვსონებს ეს ვიდეო რამდენ ნახვას დააგროვებს დადებიდან ერთი კვირის თავზე. ერთი კვირის თავზე? ხო. 220. გავთარ. გოჩას ვარაუდია 210-220. გავთარ. მოიცა, ოღონდ რა ვქნათ, იცი? თქვენც რო გადააზიაროთ. და ეგრე. ხო, ეგრე, აბა ეხლა ვიდეოში ხარ. ინფლუენსერი ვარ, თქო, ეგრე საერთოდ მაშინ კომერცი. აი, რაღაცა დამეხმარა პატარა გადაზიარებებში რაღაცა. აი, სოფია თუ რა. სოფია, შენ ხო გადააზიარებ ამ ვიდეოს? ნაია დაგიქნია. არ ჩანხარ არაფერი, დამეხმარა რაღაცა პატარა გამომწერებში. აი, აი, 500 გამომწერზე იცით რომ გათამაშება გვაქვს სერიოზული ნაკრების კარდები, ისე ისევ ძალაშია. 52 ადამიანი გამომწერი მაკლია. გათამაშდება? ნაკრების კარდები. აი, ევროპაზე რო გავედით, იქ ხო.
ახე ბიჭო აი დაასკანერებ რა ეგრე დავა იმიჯებს დავაფოლოვებდი გინდა აი ესე ვეძებ გამოწერებს ხო ჩანს ხავთა რომ აი ეს QR-ი ხო ჩანს კარგად აი ესე ხალხს დავსდევ რომ ჩემი არხი გამოიწერონ აი ესე უნდა გამოიწეროთ ტუტორიალი ვინც არ იცით ხო ზარის ღილაკიც გააქტიურე აი subscribe იმაგას და მე ზალი ეგ არის ხო ქართველებთან არა ბრატ რა ჩელენჯები ეგ არა ეგ შალვა გვინდა მაგისტვის ფრანკი ნუ რა ჩელენჯები უნდა გადავიღო მოკლედ გემშვიდობებით არა ჯერო ვარიანტები ძალიან დიდი მაგისია 210-220 ქავთან შენი ვარიანტი არა ზოა მე ეს კაი შენ რა ვაზიარებთ ეგრე ხო უნდა გააზიაროთ ახლა 450 ქავთან ერთი კვირაში რა რამდენი ნახვა ექნება ამ ვიდეოს რეკორდი რამდენია ეგ ვითხარ რომ ვივარაუდ რა ზოგადად ნახვე ზოგადად ყველაზე დიდი ნახვა აქვს ჩემ 4 წლის წინანდელ დადებულ 20 წამიან ვიდეოს 1200 აი მაშინ 162 ვფიქრობ მე 160 ანუ საშუალო სტატისტიკურად 100-ზე ზევით იდება ხოლმე 100 ნახვაზე მეტი იდება ხოლმე და კაი მის გამოიწოს სპიზი რა კაი მაკდონალდსი რა რიგაში დარი? ხოიცა მიახლოებულზე არა ეხლა თქვენ თუ მე თუ 1000-ებს გადავწდი და რეკორდზე მოხსენი ეგრე თქვენ უნდა მიკისროთ მაგდონალდსად რიგაში? არა თბილისში მაკდონალდსში ვარ და მე ვინც გამოიცნობს იმასთან ერთად მეორე ვიდეო ჩაიწერება როგორც გამარჯვებულთან იასტენი კაი ქავთარა 395 იყო შენი ვარიანტი ოთო კაი მიდი ჩამოთვალოთ და გავთიშავ კაი რამდენი ოთო 162 სოფო თან გამოაჩინე ეს ხან 318 თან გამოაჩინე ჩვენი ქავთარა სოფო გოჩა კადრს უკან 4-ია მე მოგეხსენებთ თქვენი მონამორჩილი ცნობილი იუთუბერი ჯუკბოქსი გემშვიდობებით ეს ვიდეო თუ გამოიცნეს აი გამონათდება ყველას ვარაუდი რა 395 318 იყო შენი 450 და 500-მდე და 4 შენი იყო 162 ჩემი რატო გაატარა ისი 450 და 500-ი და ყველაზე მეტი თქვი და მაგის გამო გამიტანა რა ხო და შესაბამისად რომელიღაცა გაიმარჯვებს 1000 ვიდეოს 1000 ნახვას თუ გადასცა ეს ვიდეო 1000 ნახვას თუ გადასცა მე ვყოფილ ვარ პიროვნება და შემდეგ ვიდეოში ყველა უნდა ჩაგწეროთ ისე ნახვამდის